ხშირად ცოტა ეშინიათ ხოლმე ხო სესიის და ფსიქოლოგების რაღაც წარმოუდგენიათ რომ უნდა წამოვწვე და მოუყვე მთელი ჩემი შაუბნელი მხარეები ყველას აძლევ კომუნიკაციას და არავის არ ტოვებ უყურადღებას ტელევიზიიდან წამოვედი YouTube-ზე და სხვა მხრივ დამინახავდნენ იმიტომ რომ ტელევიზია არის ძალიან დისტანცირებული თითქოს ამ სფეროში YouTube-ში ადამიანები უფრო მხარდამჭერები არიან ბევრი მეგობარი დღემდე ნერვიულობს რომ რაღაც მათთვის არა პრესტიჟულს ვაკეთებ. შენ ემოციურ ფონზე ეს მოქმედებს? და მე ის თვით კონტროლი მყავს ჩემში. საკმაოდ დიდი ზეწოლაც არის ფსიქოემოციური კუთხით და სწორედ მისმის. აი, შენი გამკლობის მექანიზმი მან რა არის? ფიზიკური დატვირთვა ყველაზე კარგი საშუალება ჩემთვის შფოთის მოხსნის და მედიტაცია. რომ თქვა და დამწებ. მე მაშინ ამ თემასთან დაკავშირებით სწორედ პატარა საჩუქარი მიგიმზადა შემდეგ გადმოგცე. თავიდან ცოტა გაუკვირდებათ, გაბრაზდებიან, მაგრამ აუცილებლად ყველა მიგიღებთ. რომ სოციუმს ჩვენს გარშემო ჩვენ ვასწავლით, როგორები ვართ ჩვენ, როგორ გვეკომუნიკაციონი. მე მაგალითად რომ გავთხოვდი, მე აღმოვაჩინე, რომ სხვისთვისაც უნდა მეკითხა, რისი ყურება უნდა ტელევიზორში. 25 წელს ზევით მოდის ის, რომ დედა და შვილის ურთიერთობას უბრუნდება ისე ეს კონტაქტი და ძალიან მაგარია. პირველ სესია შედგა. ძალიან